მოგესალმებით მეგობრებო, მე გახლავართ ნინია. დღეს სავსე მთვარეა, პალნალუნია და მე დღეს ამ რიტუალს ჩავწერ და თქვენ წლების მერეც რომ უყუროთ ყოველთვის მთვარის მატებაზე, ყოველთვის იმუშავებს. თემა ეხება ახალგაზრდობას, სილამაზეს, მშვენიერებას. აი როგორც ხედავთ, მე უკვე თქვენს გარეშე აქ წავიმუშავე, მოვიხმე, ვინც საჭირო იყო, რა თქმა უნდა, ანგელოზები, რომ დაგვეხმარონ და ასე შემდეგ. ეს სანთლებზეც საჭირო იყო, რომ თქვენამდე მე მუშავა, ჯერ მინდა რომ სანთლები დაინახოთ და მე დაგანახებთ უკვე რომ დაიწევს სანთლების მსვლელობას. ეს არის თქვენი სახე, წარმოიდგინეთ, აქ ყრია ხორბალი, ნალოცი, ნაკურთხი უკვე. თქვენ უნდა მოამზადოთ მარილი უნდა მოამზადოთ, 2 ჭიქა, სუფთა ჭიქა, ჩვეულებრივი ონკანის წყალი. საზღვარგარეთიდან წერენ, რომ არა გვაქვს, ზოგი მწერს, რომ ბოთლის წყლებია და სხვანაირი წყლები, არა უშავს, იყოს ეგეთი წყალი, მთავარია ყინულის წყალი არ იყოს, მიხვდით, რომ თქვენი სილამაზე არ გაყინოთ. ხო, აქ ჩაყარეთ 1 ჭიქაში 1 კოვზი მარილი, ჩვეულებრივი ჩაის კოვზი მარილი ჩაყარეთ და არ მოურიოთ, ჩვეულებრივად ესეთ გააჩერეთ. მეორე სასმელის წყალი, ეს უნდა დალიოთ, უნდა ჩააგდოთ ვერცხლის კოვზი, ან ვერცხლის საყურე, ვერცხლის ბეჭედი, ან ბოლოს და ბოლოს თუ არა გაქვთ ეს საშუალება, ვერცხლისფერი ჩაის კოვზი. გასაგებად თქვი. კარგით. ეხლა მისმინეთ, მე დავიწყებ აქ ჯერ დალოცვას. უკვე თქვენოდ მე აქ წავიკითხე რაღაცეები და მისმინეთ, ხო? დავდგები მე, თქვენი სახელი, კურთხევით, გავალ მე, სახელი, ჯვარ გადაწერით. ქოხიდან, კარებიდან, ეზოდან, ჭიშკართან, გამოვალ ფართო ქუჩაზე, დავდგები აღმოსავლეთისკენ, ქედით დასავლეთით, თვალებით დასავლეთის მხარეს, იქ ზის დანიშნული იოსები, იხედება და უყურებს წმინდა ღვთისმშობელს. დაე ასევე მეც სახელი იგივეთ უკუნითი უკუნისამდე მიყურებდნენ და იხედებოდნენ ჩემსკენ, ჩემი სილამაზით ვერ დანაყრდნენ, სულ დატკბნენ. მე სახელი ავდექი კურთხევით, წავედი პირჯვარით, კარიდან კარამდე, კარიბჭის კარამდე, სუფთა ველზე დგას ტახტი, ამ ტახტში ზის ღმერთის ანგელოზი და გასცემს საიდუმლოებებს, ავრცელებს, თავის სატახტეს ღნიშნავს. მე სახელი დაველოდები ამ ტახტთან იოანეს საფასურის გადახდამდე, სერაფიმების რიგამდე. სერაფიმები არის სიყვარულის და მშვენიერების ანგელოზები. სერაფიმების რიგამდე თეთრი სხეული რუტინასავით, გული წითური სახე, ისე რომ მე სახელი მთლიანად გავთეთრდე, ქათქათა თოვლზე თეთრად, ნათობი წითელი მზესავით. როგორც ჩემი პირველი დისგან, ანუ ეხა დები რა არის? არის სისტრიცი 12 და ასე არის, ანგელოზებში, ეს ეხა არ არის სავალდებულო, თქვენ იცოდეთ, მთავარია მომისმინეთ. როგორც ჩემი პირველი დისგან, მე სახელი სიყვარული, მეორესგან სილამაზე,
როგორც მესამესგან სქელი თმა, მეოთხესგან წკრიალა ხმა, მე სახელი თქვენი, მეხუთესგან ნაზი ხელები, მეექვსესგან კბილები თოვლივით თეთრი, მეშვიდესგან შავი წამწამები, მერვესგან მე სახელი თქვენი, წარბები თხელი, მეცხრესაგან ცხელი თვალები, მეათესგან ცხვირი სწორი, მეთერთმეტესგან ალისფერი ტუჩები და მეთორმეტესთან მე ვიქნები და ვიქნები ყველა. როგორც მთვარე გაიზარდა, ისე ჩემი სახელი თმებიც გაიზარდოს და მომემატოს, როგორც ცაზე ვარსკვლავები ჯერ არავის არ დაუთვლია, ისე მე სახელი თქვენი თმები გამიმრავლდეს და უთვალავად შემისქელდეს, სახელითა მამისათა და წმიდისა სულისათა, უკუნითი უკუნისამდე. ამინ, ამინ, ამინ. ეხლა მე გეტყვით, რომ მარჯვენა ჭიქა, რომელშიც მარილი ჩაყარეთ და არ უნდა მოგერიათ, იმედი არ მოურიეთ, რომელშიც მარილი ჩაყარეთ, აი ესე ჩვეულებრივად, აი ესე არ შეკრათ ხელი, უყურეთ, თითები, აი ეს თითები თითებთან მიიტანეთ და გეჭიროთ და მომისმინეთ. სიბერეს განდევნი, უძლურობას ავიცდენ, სილამაზეს და სიგლუვეს შემოვიჩვევ, რომ ჩემი სახელი ხელები იყოს რბილი და ლამაზი და ჩემი სახელი ფეხებიც რომ იყოს სწორი და ლამაზები, რომ ფერდები ჩემი სახელი იყოს მიმზიდველი და ლამაზი და სახე ჩემი თქვენი სახელი იყოს გადაჭიმული და ულამაზესი. თვალები ბრწყინავდნენ, თმები თამაშობდნენ, სხეული მქონდეს მოხერხებული, სწორი, მყარი და ლამაზი და ყველასათვის სასურველი. ამინ, ამინ, ამინ. კიდევ კითხულობ. სიბერეს განდევნი, უძლურობას ავიცდენ, სილამაზეს და სიგლუვეს შემოვიჩვევ, რომ ჩემი თქვენი სახელი ხელები იყოს რბილი და ლამაზი და ჩემი თქვენი სახელი ფეხებიც რომ იყოს სწორი და ლამაზები, რომ ფერდები ჩემი სახელი იყოს მიმზიდველი და ლამაზი და სახე ჩემი სახელი იყოს გადაჭიმული და ულამაზესი. თვალები ბრწყინავდნენ, თმები თამაშობდნენ, სხეული მქონდეს მოხერხებული, სწორი, მყარი და ლამაზი და ყველასათვის სასურველი. ამინ, ამინ, ამინ. ეხლა ცოტა ჩამოვწევ და კიდე გავაგრძელებ კითხვას. სიბერეს განდევნი, უძლურობას ავიცდენ, სილამაზეს და სიგლუვეს შემოვიჩვევ, რომ ჩემი თქვენი სახელი ხელები იყოს რბილი და ლამაზი და ჩემი თქვენი სახელი ფეხებიც რომ იყოს სწორი და ლამაზები, რომ ფერდები ჩემი თქვენი სახელი იყოს მიმზიდველი და ლამაზი და სახე ჩემი თქვენი სახელი იყოს გადაჭიმული და ულამაზესი.
თვალები ბრწყინავდნენ, თმები თამაშობდნენ, სხეული მქონდეს მოხერხებული, სწორი, მყარი და ლამაზი და ყველასათვის სასურველი. ამინ, ამინ, ამინ. ეხლა გადავიდეთ მეორე ჭიქაზე, სადაც ვერცხლისფერი ან ვერცხლის ნივთი უნდა ჩაგედოთ, ეს დასალევი წყალია. და ისევ ხელები მოკიდეთ გოგოებო, ბიჭებო და ბიჭებსაც ხონდათ ხოლმე სილამაზე და მომისმინეთ, ნინია რას გეტყვით. მთვარიანო წყალო, წყალო გამჭვირვალე, შენ ყლაპავ და შენ გევედრები. გააკეთე ისე რომ მე თქვენი სახელი მთელი დღე ვიყო კარგი, სასიამოვნო, რომ მთელი დღე მე თქვენი სახელი ხალხი მიყურებდეს, როგორც ჩვენ დედამთვარეს უყურებენ, რომ მთელი დღე ლამაზი სიტყვებით და კომპლიმენტებით დამასაჩუქრონ, რომ ჩემზე თქვენი სახელი ამბობდნენ, როგორც მთვარეა კარგი, ასევე მე თქვენი სახელი კარგი ვარ, ახალგაზრდა, მრგვალსახიანი და მოთეთრო, ახალგაზრდა და მხიარული. ამინ, ამინ, ამინ. უკვე როგორ ისვრიან სანთლები. მისმინეთ კიდე. მთვარიანო წყალო, წყალო გამჭვირვალე, შენ ყლაპავ და შენ გევედრები. გააკეთე ისე რომ მე თქვენი სახელები მთელი დღე ვიყო კარგი, სასიამოვნო, რომ მთელი დღე მე თქვენი სახელი ხალხი მიყურებდეს, როგორც ჩვენ დედამთვარეს უყურებენ, რომ მთელი დღე ლამაზი სიტყვებით და კომპლიმენტებით დამასაჩუქრონ, რომ ჩემზე სახელები ამბობდნენ, როგორც მთვარეა კარგი, ასევე მე სახელი კარგი ვარ, ახალგაზრდა, მრგვალსახიანი და მოთეთრო, ახალგაზრდა და მხიარული. ამინ, ამინ, ამინ. კითხულობ კიდე გოგოებო, ბიჭებო. მთვარიანო წყალო, წყალო გამჭვირვალე, შენ ყლაპავ და შენ გევედრები. გააკეთე ისე რომ მე სახელი მთელი დღე ვიყო კარგი, სასიამოვნო, რომ მთელი დღე მე სახელი ხალხი მიყურებდეს, როგორც ჩვენ დედამთვარეს უყურებენ, რომ მთელი დღე ლამაზი სიტყვებით და კომპლიმენტებით დამასაჩუქრონ, რომ ჩემზე სახელები ამბობდნენ, როგორც მთვარეა კარგი, ასევე მე თქვენი სახელი ვარ, კარგი ვარ, ახალგაზრდა, მრგვალსახიანი და მოთეთრო, ანუ ცქრიალა, ახალგაზრდა და მხიარული. ამინ, ამინ, ამინ. ხო, მეგობრებო, ეხლა მე რა უნდა გითხრათ? ამ რიტუალს უნდა უყუროთ 7 ჯერ. 7 ჯერ უნდა უყუროთ ამ რიტუალს, მეგობრებო. ეხლა აიღეთ აი ეს ჭიქა, ყურეთ, აი ეს რომელიც ვერცხლის იმითაა დატვირთული, ჩადებული ნივთით და გააკეთეთ 3 ყლუპი.
3 ყლუპი. დალიეთ მიდით. და დადგით. ეს წყალი, ეს წყალი, ეხა რომელიც დალიეთ, ბოლომდე არ დალიოთ გოგოებო, ბიჭებო. შემოინახეთ, არ შემოგესვათ ბოლომდე. ანუ ეს მარცხენა ხელში, რომელიც მიჭირავს. ამ ჭიქას ღამე ფანჯარასთან დადგავთ. რომ მთვარემ ჩაიხედოს, თუ მთვარიანი ღამე არ არის, ან არ წუდება ხო ჭიქას, არაა საშიში. ღამე დატოვეთ, დილით კი რო გაგეღვიძებათ, პირველივე სანამ ბოდიშიდან 00-ში გახვალთ, საპირფარეშოში, პირველად ჯერ ეს ჭიქა აიღეთ, გაგახსენდეთ, რომ ფანჯარასთან გიდევთ, დალევთ ბოლომდე, არაფრის თქმა არ უნდა, ეს ვერცხლი იყოს შიგნით, ან ვერცხლისფერი კოვზი, ან რასაც ჩააგდებთ, იყოს შიგნით ბოლომდე, დილამდე. დალევთ ბოლომდე, ესე იგი ბოლომდე დალევთ ამ წყალს და უკვე მერე წადით 00-ში, მიხვდით, მერე გააკეთეთ თქვენი საქმეები. მაგალითად, თუ დაიძინეთ 11-ზე, 12-ზე და მერე გაგეღვიძათ, 3 საათზე, 4-ზე, ან 5-ით შეიძლება, ხო? ასე თუ გაიღვიძებთ, ადგებით მაინც, ბოლომდე დალიეთ ეს წყალი და მერე დაწექით ისევ და დაიძინეთ, მიხვდით? 7 დღე უყურებთ ზედიზედ, ყოველ დღეში ერთხელ. მთვარის მატებისას, ნაკლებობისას არა, მხოლოდ და მხოლოდ მატებისას. ეს ხომ ახალგაზრდობაზეა და რომ სიბერე გამდევნოთ, მიხვდით? რომ კანი გადაგვეჭიმოს, რომ ლამაზები ვიყოთ, რომ თმების სქელი იყოს და ხშირი რო იყოს, მიხვდით? კბილებიც რომ ლამაზი გქონდეს, თითები, კანი, ფეხები, მენჯები და ასე შემდეგ. ხო, ეს შეგიძლიათ ყველა სეზონზე უყუროთ. ეს რიტუალი და მაგალითად გოგოებო ბიჭებო, ვისაც ესე იგი სვიდანიაზე უფრო გოგოებს გამოადგებათ ეს რჩევა. მიდიხართ ხო, შეყვარებულთან სვიდანია ქვიათ, შეხვედრაზე. გინდათ ხო წასვლა. წინა დღეს, მომისმინეთ, წინა დღეს ჩართეთ ამ რიტუალს უყურეთ. ზუსტად ესე გააკეთეთ. სანამ ესე იგი მეორე დღეს მიდიხართ ხო სვიდანიაზე. წინა დღეს უყურეთ ამ რიტუალს და ნახავთ როგორი კარგი შეხვედრა გექნებათ და ჩაეხუტებით ერთმანეთს და როგორი ლამაზად ისეც ლამაზები მყავხართ მე ნინიას ჩემი გამომწერები, ყველას რომ მოგესალმებით და მიყვარხართ და ყველაფერი რომ კარგად ჩატარდება და თქვენს ლამაზი და მხნედ იქნებით, მიხვდით? ნახავთ თუ არა. მერე თუ ვინმე მაგალითად სამსახურში გასაუბრებაზე მიდიხართ ხო გოგოებო ბიჭებო, ისევ გააკეთებთ, უყურეთ, ჩართეთ წინა დღეს ეს რიტუალი, რომ ღამე წყალმა გაათენოს, რომ დალიოთ წინა დღეს და სივი გაქვთ და მიდიხართ გასაუბრებაზე, ხო? უყურეთ და თქვენ ნახეთ, როგორი მოთხოვნადი კადრი გახდებით. და ასევე მომხიბვლელი იქნებით, როგორც მამაკაცების, ასევე მანდილოსნების მხრიდანაც. ვისაც უნდა რომ გაესაუბროთ, მიხვდით? ხო, არაფერი დამავიწყდა კიდე. 7 ლარი იქნება აქ. ვისაც გინდათ ლამაზები იყოთ, გამოსასყიდი, მეგობრებო, ენერგეტიკის გაცვლა და კომენტარში აუცილებლად სიტყვა მადლობა, აუცილებლად, რომ ბოლომდე რეზონირდეს, მე არ ხუმრობ და ბევრჯერ მithქვია და არ დავიღლები გამეორებით, რომ თქვენს კომენტარებს მარტო ნინია კი არა, ანგელოზები კითხულობენ და როგორც ესე იგი დაწერთ ამ კომენტარს, ისე დაგიბრუნდებათ უკან, მიხვდით? ესეა, მე არ მომიგონია საყვარლებო. ეხლა ცოტა ხანი უყურეთ ამას სანთლებს, რომ ცოტა ჩაიწვას. ნეგატივი არის ნეგატივი, ესე იგი
მახველებს და კარგი იქნება, კარგ დროს ესე იგი მოვიფიქრე ეს რიტუალი. ვაპირებდი, მაგრამ რატომღაც აი ვეღარა და ვეღარ მოვახერხე, მიხვდით? ხო, აი ეს ახალი ნაძვისხე გვყავს, უყურეთ რა ლამაზია, ამ ნაძვისხეს შეემატა მეგობრებო, საყვარლობა. ეს არ დაგმივიწყებიო, ეს აქ გვიდგას, რომ ლამაზი გველიცხო ლამაზია ძალიან, ხო? და სიბრძნე შეგემატოთ უფროსი ლამაზე, ლამაზი ტყავი რო გქონდეთ, აი ეს როგორც გველი ტყავს იცვლის, აი ესეთი ლამაზი ტყავი რო გქონდეთ მეგობრებო. ნუ მეც რა თქმა უნდა თქვენთან ერთად, ხო? ეს მარილი, ეხა გეტყვით მარილზე. როგორც კი რიტუალი დამთავრდება და უყურებთ, აუცილებლად გოგოებო ბიჭებო, უნდა უყუროთ რიტუალს, ბოლომდე ყველა რიტუალს და ჩემი ვიდეოების და რიტუალის გამოჩვევები არ შეიძლება, კატასტროფულად დაისჯებით ჩემგან და უფლისგან, მე არ ვხუმრობ, ძალიან ცუდად შემოგიბრუნდებათ, უცუდესად შემოგიბრუნდებათ, ვინც გადმოქაჩავთ. მხოლოდ და მხოლოდ ჩემი რიტუალები, ჩემი YouTube არხიდან უყურეთ და ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროთ, მიხვდით? ხო, გადახდა შეიძლება 7 დღე რო უყუროთ, მერეც აი რო დაამთავრებთ, მერეც თავარია ერთხელ ჩარიცხავთ 7 ლარს და მერე 7 დღე უყურებთ, მიხვდით? ყოველ დღე კი არ იხდით 7 ლარს, გამოისყიდეთ. ხო, ეს წყალი მეგობრებო, თქვენ რიტუალის დამთავრების მერე წაბრძანდებით აბაზანაში, დაიბანთ სახეს, არ მოურიოთ, უყურეთ? მარილი. აი ესე უნდა იყოს, არ უნდა მოურიოთ, არ უნდა გადნეს. ნუ თვითონ სადამდეც გადნება რიტუალის დროს გადნეს, ესე უნდა იყოს, რომ მერე განკურნოთ ეს სახეს რო დაიბანთ, კარგად ესე ქვევიდან, აი ესე დაისხით და ესე ამოიბანეთ და ესე მიისხით ზედ, მიხვდით? მერე ხელებზე აი ესე გადაისხით, დაიბანეთ ხელები, მაჯები. მერე აი ეს რო დარჩება, კარგია თუ დაგრჩებათ, ბოლოს როგორმე გადმობერტყეთ და აი აქ დაიყარეთ და ესე როგორც სკრაბი, ხო იცით, სკრაბი გოგოებო და ბიჭებო, აი ეგრე გააკეთეთ სკრაბივით, თუ გინდათ სახეზეც ესე ლოყებზე იმას ქენით, კარგი იქნება პირიქით. მიხვდით? ეს ბოლომდე უნდა გაანეიტრალოთ. მიხვდით, ხო? ხო. ეხლა კიდე რა უნდა გითხრათ ჩემო კარგებო, დღეს 15 დეკემბერია და ძალიან უმაგრესი დღეა, ყველაფრისთვის ძირითადად და მე ვარჩიე რომ ბევრი სხვადასხვა რიტუალი მაქვს და ჩემს გოგოებს და ბიჭებს ჩაუწერ მეთქი აი ესეთ ლამაზ რიტუალს. უღრმესი მადლობა ჩარიცხვებისთვის, ემიგრანტებს, არაემიგრანტებს, უღრმესი მადლობა ესეთი ტკბილი და თბილი, გულწრფელი კომენტარებისთვის. მირეკავთ მე სიყვარულებით, მწერთ მე სიყვარულებით, უღრმესი მადლობა მეგობრებო. აი ასევე მიყვარხართ მეც და მთელ ჩემ ძალებს არ ვიშურებ და ვდებ თქვენთან რიტუალში, რომ მართლა სერიოზული მოქმედება გქონდეს და რეზონირება გქონდეს. თქვენ ბევრი ხართ, ღმერთმა გაგვამრავლოს, ახალო გამომწერებო, ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, მხოლოდ და მხოლოდ მოგესალმებით და მხოლოდ ჩემი გამომწერებისთვის არის ჩემი რიტუალები და გაშლებიც, რა თქმა უნდა. არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი, აი მეორე სანთელი რო გამოჩნდეს, ცოტა ეს დავდებ. არის ჩემი გამომწერებისთვის, სხვანაირად არ რეზონირდება მეგობრებო. ზოგს ვიცი რომ სხვა არ გაიგოს, იმიტომ არ გამოიწერს არხს და ეხლა თქვენ სწორედ არიცით ეს სიტუაცია, აგიხსნით გოგოებო და ბიჭებო. არხი რო გამოიწეროთ, რო დაალაიქოთ, თქვენ იქ არ გამოჩნდებით, მიხვდით?
მაგრამ ეხა ნუ კომენტარით საჭიროა, მაგრამ ეხა მე გეუბნებით რამოდენიმეს ამ 2000 ხალხში ჩემ გამომწერებს შორის, რომ აი ერთი გამონაკლისი ჰაჰა, ორი გამონაკლისი რომ კარგი თქო, მაგრამ აუცილებლად უნდა გამოისყიდოთ, მიხვდით, აუცილებლად უკაცრავად უნდა გამოიწეროთ, თორე რომც გამოისყიდოთ და გამოწერილი არ იყოთ, მაინც არ რეზონირდება, აი სანთელმა ჩემთან ერთად თქვა, ჩემი სათქმელი დაამტკიცა. ხო და ამიტომ უნდა იყოთ გამომწერები, ჩემო კარგებო, აუცილებლად უნდა იყოთ გამომწერები. ხო. ნუ კიდე ვაპირებ. ეხა ახალ წლამდე ესე გადავწყვიტე რომ, იმიტომ რომ მე ხო ბევრი სამუშაო მაქვს, მეგობრებო, თქვენს გარდა კიდე ეთერს გარეთ და თქვენს გარდაც არის ეთერს გარეშეც უფრო სწორედ. თქვენი თავები კარგად მიმყოფოს ღმერთმა და მეც კარგად გიმყოფოთ ღმერთმა ჩემი თავი და ჯანმრთელად რომ დაგეხმაროთ ხოლმე და იცით რა არის ზოგს უკვირს ის თანხები, რასაც მე ვასახელებ რიტუალზე, 1-2-მა გაიკვირვა, უითი და ზუსტად ესე გავეცი პასუხი, რომ ჩემი გამომწერია, კარგი ადამიანია, მაგრამ იცით რა არის იმ ფასში, რაც მე მაგ ქალბატონს ვუთხარი, გამარჯვებასაც არ გეტყვიან, მიხვდით თქვენ? სერიოზულად ვამბობ. მე იხდიან ისეთ ფასებს, არც არაფერს უკეთებენ. 1-2 ფოტოს ნამუშევარს ვითომ, თან საერთოზე მუშაობენ რამოდენიმე ფოტოზე. არავინ არ დაგაჯეროთ, რომ მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ფოტო უდევთ და აი ესე გულდასმით და თავგანწირვით იმუშაონ თქვენზე, ესე არ ხდება. ჩემო კარგებო, მე ვიცი თქვენზე კარგად და ჩემი ფასი არის ზღაპარი, თან შეგერგებათ და ნინია მართლა რომ მარტო თქვენზე იმუშავებს და მარტო თქვენ დაგახარჯებთ ენერგიებს და გულს და ძალებს და რა ვიცი, თქვენი საქმის თქვენ იცით, მე წარმატებებს გისურვებთ და უბრალოდ ამდენი დიაგნოსტიკა კი კარგია, მაგრამ ამდენი დიაგნოსტიკის იმით დაადევი ის თანხა იმას და გაიკეთე ის რიტუალი უფრო კორექტული იქნება, ხო? უფრო ჭკვიანური იქნება. ხო, მე ესე მიმაჩნია. მოკლედ უყურეთ სანთლებს, მეგობრებო, უყურეთ ცოტა რომ, ესე იგი, აქ ჩაკრების და მიხედვით მაქვს. დასაწყისში არ ვთქვი, აი ნახევრამდე ჩავიდეს და მე აღარ მოგაწყენთ თავს. ნუ მე არასოდეს არ გაწყენთ, მაგრამ აი ნახევრამდე უნდა ჩავიდეს და აუცილებლად უნდა დაელოდოთ. აი აქამდე უნდა ჩავიდეს, მეგობრებო. მოკლედ ყველა ჩემი ვიდეო 4 თვის წინანდელიც სიტყვაზე რომლებიც მაქვს ჩაწერილი 3 თვის, 2 თვის, 1 თვის ყველა მომუშავეა, მეკითხებიან გოგოები, ბიჭები, ქალბატონები, მამაკაცები. ისე მუშაობს და უფრო ძლიერად მუშაობს, მეგობრებო. დავიღალე ამის გამეორებით, მე ვერ ამოვსკროლავ ვიდეოს თქვენს მაგივრად. ნინია ვერ გამოისწორებს თქვენს გამოსასწორებელ ცხოვრებას. ხო და თქვენ თუ გეზარებათ, ვისაც ეზარება, აი ესე ვამბობ, მაშინ ესე იგი მე ხო არ მოვალ და თიც დავაჭერ და ამოგისკროლავ ვიდეოს და მე ვერ ჩაგიგდებთ თქვენ რამდენი ხართ მე ერთი და კი მწერთ საყვარლებო, აბა ეს სად არის და ის მე ვერ მოვძებნი, ჩემო კარგო, მე იმდენი ვიდეო მაქვს დადებული, თუ არ ჩავიხედეთ ჩემს რვეულში უკვე აღარ მახსოვს რა დავდე ძირით, ანუ დასათაურებულად ზუსტად აღარ მახსოვს და მე ნამდვილად ვერ დავხარჯავ ამას დროს. მე დაგიხარჯე დრო ჩემი, ჩავდევი ჩემი ენერგია და მოგეცი და ადექი ჩემო კარგო და მოძებნე. რა უნდა მაგას, ხო? ალბათ არ გინდათ რომ გამოისწოროთ ცხოვრება და ხა ვისაც ეზარება, ისე დაეზარება სამყაროს და ანგელოზებს ზევიდან და ესე დაზარებული დარჩებით. მე მართავს ვლაპარაკობ, ეს ესეა საერთოდ. ზემოდან ანგელოზები და
ვიღაცას გასაწმენდი აქვს აქ солнечное сплетение რო ეძახიან, ანუ სასიცოცხლო წნული ჩაკრა, ახალო გამომწერებო, ყელის ჩაკრა და ეს ჩაკრა გაქვთ გასაწმენდი, გაიწმინდეთ, მაქვს მე რიტუალები, ქვია 7 ჩაკრების წმენდა, აუცილებლად გაიწმინდეთ, აუცილებლად, რომ წინ წავიდეს თქვენი ნაბიჯები, საქმეები, ფინანსური არხები გაგეხსნათ, სასიყვარულო არხები, ბედის არხები, სილამაზის არხები, მიხვდით, ჯანმრთელობის არხები. ყველანაირი რიტუალი მაქვს აბსოლუტურად. ზოგს ეს აინტერესებს, ზოგს ლოცვები აინტერესებს, ზოგს გამოლოცვები, ზოგს ბუმერანგები, ზოგს მოზიდვა. აი მე ყველას გითვალისწინებთ, მიხვდით მეგობრებო და იმიტომ ვდება ასე. ერთხელ ის დაიდება, მერე გაშლები, მერე კიდე რიტუალი, მერე ყავა და ტარო და ასე შემდეგ, ასე შემდეგ და მატება როა მთვარის თუ ეხა ძალიან მიჭერილი არა გაქვთ სიტუაცია ცხოვრებაში, მატებაში, მთვარის მატებაზე უყურეთ კაცის მოზიდვას, სილამაზე, აი ამას სილამაზეზე, ასევე ფინანსების არხის წმენდას და პლუს დამატებით, რომ გაიწმინდავთ, ეგრევე უნდა უყუროთ მოზიდვასაც, ფულის მოზიდვას, ჩაკრების წმენდა, გულის წმენდა ცალკე მაქვს კიდე მანდ, მაგრამ მთლიანად გაქვთ ბევრს გასაწმენდი, ვგრძნობ მე ამას და სანთელიც ამბობს ამას, მეგობრებო. უყურეთ, როგორ ეს მარჯვენა მხარე მარილით უფრო დაიძრა, ესე იგი, ნამდვილად გაქვთ კანზე, ან გამონაყარის სახეზე, ან რაღაცა პრობლემა, იმიტომ რომ ეს მარილის დასაბანი ჭიქის მხარე იძრის უფრო, მიხვდით, უფრო იძრის. კი, აი ნახეთ, უფრო იძრის, რა მეორეც ალაპარაკდა. ხო, ვიცი რომ რიტუალებს მთხოვთ და ლოთობის და იმის საწინააღმდეგოზე და ჯერ მთვარე არ არის ასეთი რომ მე უნდა ჩავწერო და მე თქვენ ხო უნდა უყუროთ და იცით რა არის რამოდენ ამაზე კი არის ბევრი თხოვნა და ჯერ ვერ დაგკვირდებით, მაგრამ შევეცდები უახლოეს მომავალში ჩავწერო ეს ვიდეოც რიტუალიც მომზადება მჭირდება მე გენოცვალე უყურეთ ეს ხორბალიც აქ წამოვა ეს მიწიერი სილამაზე მიხვდით ეს ბუნების დედა მათ პრიროდი რო იძახიან აი ბუნების დედა ხო ეს მე ასე ვთქვათ დალოცვა გაუკეთე სპეციალური ზაგავორ ესე ქვია სანამ თქვენთან შემოვიდოდი ეთერში ყველაფერზე აბსოლუტურად ну როგორც ყოველთვის ვაკეთებთ ხოლმე ხო და ვინც ესეთი სერიოზული პრაქტიკოსები ვართ და თაღლითები არა ვართ მიხვდით ამას ვიცახი მე ხო კიდე რა მოიწონეთ ვიდეო აუცილებლად დაალაიქეთ ესე თითი მაღლა კომენტარები დატოვეთ ძალიან სიამოვნებს რომ წერენ რომ აი ეს მткиო და ნინია და განვიკურნე და გამოესე და ძალიან მიხარია რომ ჩემი რიტუალებით, ჩემი ძალებით უფლის დახმარებით, ანგელოზების სამყაროს, ჩემი წინაპრების, ასევე თქვენი წინაპრების დახმარებით რომ ესე იგი იმკურნება ხალხი იწმინდება ხალხი და მეგობრებო კიდე გაგიმეორებთ ახალო და ძველო გამომწერებო ყველას ჩემო კარგებო ყველა ჩემი ხართ უკვე და ღმერთმა გაგვამრავლოს ну მტერს არ ძინავს ხოლმე და ნახეთ მე იქ დავდევი ხო თაღლითებზე ну ესეთი ისინი ახლა მე ყოველთვის ვიცოდი კიდეც ვიფიქრე როგორ დააგვიანდათ მეთქი ესეთ იმას იმიტომ რომ ეს სპეციალურად აკეთებენ ეგრე ხო ვილაპარაკე იმ ვიდეოზე და ვისაც აინტერესებს ჩართოს და უყუროს და გაიგებთ რაზეა საუბარი ხო მოკლედ გაიწმინდეთ იცით რა არის განაუცილებელია ბევრს ეშლება რაღაცა ბევრი დიაგნოსტიკა გამიკეთებია მე ამდენი წლის განმავლობაში და
რისი თქმა მინდა მეგობრებო, რომ შეიძლება თქვენ გგონიათ, რომ ჯადო გაქვთ, მაგრამ აღმოჩენილა დიაგნოსტიკაში რომ არა გაქვთ ჯადო, მაგრამ ნეგატივს გრძნობთ. განაუცილებელია, რომ ვინმე გიკეთებდეთ ნეგატივს ან ჯადოს. აი მომისმინეთ, ჯერ უკაცრავად ამ სიტყვისა და სიბინძურით და იმით სავსეა ქვეყანა, ხო? სოფლიო, ჩვენი ქვეყანაც სამწუხაროდ. სამსახურში რო დადიხართ, ან ტრანსპორტში მგზავრობთ, გარეთ გადიხართ, ხო? სადღაცას დაჯდებით, ან წამოწვევით, ან კრესლოში სავარძელში ჩაჯდებით რაღაცას, ან ვიღაცას უცდით, ხო? ტაქსი აიღეთ, ხალხმრავლობა, ხო? თუნდაც ტანსაცმლის მაღაზიაში, თუნდაც საკვების მაღაზიაში, რაოდენაც არ უნდა გაგიკვირდეთ, მეგობრებო, იქედან აიკიდებთ ბევრ ნეგატივს. ესეა და აქედან გამომდინარე კიდე თქვენ რომ არ ესე იგი თქვენს თავში ვაიმე მაქვს, არა მაქვს, ესე არ იკითხოთ, ხო? ყოველ თვე ჩართეთ რიტუალი, გაიწმინდეთ ნეგატივი. ყოველთვიურად ენერგეტიკა გაიწმინდეთ, მოიყვანეთ აზრზე, თქვენი ჩაკრები გააძლიერეთ, გონება გაიხსენით, ნელ-ნელა მოიზიდავთ მამფულს, ამ არხებს გაიწმინდათ, ბედი ეს რიტუალი ერთ თვეში არ ეყოფა, უნდა უყუროთ 1-6 თვე მაინც, სანამ უყურეთ, სანამ არ გამოჩნდება. რას აკეთებთ სხვას? ის რომ იჯდეთ და ტყუილა ელოდოთ, არ ჯობია რომ ჩართოთ რიტუალი და ის მაინც გეცოდინებათ რომ შედეგი ექნება, ხო? და კაცი ხრჩობოდა წყალში ღმერთო მიშველეო და ღმერთი ზევიდან უყურებს, მე გიყურებს ზევიდან შველი და ხელი გაანძრია და გეშველებაო. მიხვდით? აი ეს სიტუაცია აქვს ბევრს წყენის გარეშე. ნუ რა წყენა რა ჩემგან რა უნდა გეწყინოთ პირიქით, ხო? მაგრამ ეს სიმართლეა. ადექით გაიწმინდეთ ყოველთვიურად ნეგატივი და მოიწესრიგეთ ცხოვრება, მოიწესრიგეთ. ამას გეუბნებით, ჩემო კარგებო. მოკლედ ახლა მე გემშვიდობებით, დიდი სიყვარულით მე ამას ბოლომდე დაველოდები უთქვენოდ, რომ ჩაიწვას, თქვენ ვიცი, რომ მე ვდებ ხოლმე კიდე რიტუალების ბოლოს ხანდახან შორთებზე, მოკლე იმაზე, ვიდეოებს და ესე იგი დავამუშავებ მე უთქვენოდ, როგორც საჭირო იქნება, მეგობრებო. ხო, როგორც საჭირო იქნება, ისე დავამუშავებ. უთქვენოდ დავამთავრებ ამ ულამაზეს რიტუალს, ზუსტად ისე შეასრულეთ, ძალიან გთხოვთ. ჩემი ერთ-ერთი კარგი ახალგაზრდა გოგონა იმაზე რომ ჩავწერე ქვაზე, რომ წითელში უნდა გაახვიოთ. ჩემო კარგებო, ნუ გამწერთ, გთხოვთ. აი თქვენც ხო გესმით, რომ ვამბობ, რომ აი ესე უნდა გაახვიო წითელში საყვარლებო, ხო? Რაღაცომ წერ და რატომ ეუნები, რომ აუცილებელია? მაშინ ვიტყოდი, რომ მწვანეში, ყვითელში, ლურჯში, იასამნისფერში. აი ესეთ დეტალებზე ნუ გამწერთ, გთხოვთ რა. გასაგებად ვიძახი, ვღეჭავ და დებ აი აქ ყველაფერს თქვენთვის, ხო? მიხვდით, ხო? მადლობთ ყურადღებისთვის, სტუმრებო, გამოიწერეთ ვიდეო. ისე არ რეზონირდება, აუცილებლად მოიწონეთ, იცით რატო? ეს თქვენი თითო ლაიქი, ესე იგი, ისევ კარგად დაგიბრუნდებათ. აი რამდენი ბევრი ლაიქიც არის, არხი უფრო მალე წინ წავა, იცით როგორ? აი ამოვარდება და ამოვარდება ნინიას ვიდეოები და ვინც ესე იგი აქ მე ბოროტი არ მიზის ახლა აქ დაწერთ ლაიქებს. აქ მარტო ამაზე არა, ნებისმიერ რიტუალზე და რომ უფრო გავძლიერდეთ და ბევრნი გავხდეთ და ვისაც არ უნდა და არ დაწერს ლაიქს, აი როგორც არ დაწერს, აი პირდაპირ ვიტყვი ნებისმიერ ჩემ რიტუალებზე,
ისე მიუბრუნოს უფალმა. ამინ. მე პირდაპირი ვარ და არც მეშინია და არც მერიდება. აქეთ ეშინია ეშმაკს ჩემი და ეს უკვე ვინც მე შემეჯიბრა, კისერი წაიტეხა და მიხვდნენ წლების მანძილზე და ნელ-ნელა უკვე მანებებენ თავს, იმიტომ რომ ჩემთან შერკინება, ჩემთან ბრძოლა არ არის კარგი. ყველას უკან უბრუნდება ცუდად. მე ყველა მიყვარს, ყველას ვეხუტუნები და ყველას მინდა დავეხმარო, მაგრამ ნინიასაც ხო აქ ის საზღვრებია რა. მიხვდით ხო რაზე ვსაუბრობ. ჩემო უსაყვარლესო გოგოებო და ბიჭებო, ქალბატონებო და მამაკაცებო, ჩემთვის ყველა მე აქ სულიერებაზე ვაკეთებ ყოველთვის რიტუალს და ძალიან მიყვარხართ ძალიან და გისურვებთ ბედნიერებას, მალე მეორე ნახევრის გაცნობას, ვისაც გესაჭიროებათ და გინდათ, მალე შერიგებას, ვისაც გინდათ და გსურთ და გესაჭიროებათ და გიყვარდეთ ერთმანეთი. მადლობთ რომ ასეთი კორექტულები მყავხართ ყველა ჩემი გამომწერი. აი ესე გავაგრძელოთ. მტერი კიდე გამოჩნდება დარწმუნებული ვარ, უკვე თქვენც მიხვდით ხო სიტუაციებს, ეს პირველი არ არის და რა ვიცი, აბა თქვენც წარმატებული ღამე და მეც. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.